მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. განვაგრძობთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ზაზა ჯაფარიძე, მრავალმხრივი მოღვაწე, რომლის შესახებ საუბარს ერთი გადაცემა ნამდვილად არ ეყოფოდა, ამიტომ გამოვყავით უმთავრესი მისი საქმიანობიდან. იგი ერთადერთი დოქტორია, ერთადერთი დოქტორი, მეცნიერი მკვლევარი, რომელიც სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული სწავლობს ნაყოფიერად სომხურ მედიას და ამჯერად აი ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მადლობას გიხდით გადაცემაში წვევისა და ძალიან საინტერესო საუბრის პერსპექტივისთვის. Ცადოთ. სომხური მედიის კვლევით სტუდენტობიდან დაინტერესდით. რა გახდა мотиваცია, იმპულსი? ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ბრძანდებოდით არა და თითქოს სხვა მხრივ წავიდა თქვენი ყურადღება და ინტერესი. წავიდა სხვა მხრივ ზუსტად ჟურნალისტიკის. კი ბატონო, ჟურნალისტიკის მიმართულებით ოღონდ არაორდინალური, ხა მაინც ნუ ვიტყვით რომ ვინმე სხვა სქონდა არაორდინარობა სწორედ ის არის, ეს რომ არაორდინარულად ითვლება. მაშინ როდესაც უაღრესად ბუნებრივი და კი ბატონო, კი მაგაზეც გეთანხმებ. ნამდვილად დარგის ორგანიზმში ერთ-ერთი გარდაუვალი და გამოუკლებელი ატრიბუტია და არა მხოლოდ სომხური ჟურნალისტიკა, ამაზე გვექნება საუბარი. კი ბატონო. პირველი ახლა ქალბატონო დიანა ჩვენ გამოვუწყდეთ მსმენელს ალბათ გვაპატიებენ იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. პირიქით მე მგონი ღირსება. ორივე ვართ იმ უნივერსიტეტის, რომელსაც შემდგომში ჯავახიშვილის სახელობა მიეცა, იმ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, ასე ვთქვათ, საუნივერსიტეტო ოჯახის წევრები მთელი სიცოცხლე. სანამ ლომაიას რეპრესიები ჩაგვერცხავდა. არა, დღემდე მე მიმაჩნია, რომ მაინც უნივერსიტეტელები ვართ, სულით. და უნივერსიტეტის შვილად მიმაჩნია თავი. უნივერსიტეტელები. ეს როგორც ეთყობა იურიდიული სტატუსი კი არა, ბიოლოგიური ჭიშია. რა თქმა. როგორც ეთყობა. გეთანხმებით შემოზაზა. და ასეთი რამე უნივერსიტეტში ჩვენი საერთო გამზრდელი და უფროსი მეგობარი დალი ჩუკელაძე, როდესაც მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავით, ორი წელიწადი გვასწავლიდა ზუსტად ამახსოვს, როდის მან ახსენა სომხური პრესა თბილისში. მაშინ ჩამიჯდა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის ფარგლებში. მაგის ფარგლებში სომხური პრესა თბილისში, რომელიც შეუსწავლელია და მაშინ ჩამიჯდა ეს ძალიან დიდხანს პაწოლებდა ეს აზრი, რადგანაც არმენოლოგიის კათედრის გამგეს ზაზა ალექსიძეს ძალიან კარგად ვიცნობდი. მამა ჩემის მეგობარი იყო, საერთოდ ჩვენთან ოჯახში ერთად ჰუმანიტარული და ესეთი ქართული კულტურის მრავალსპექტრალური ინტერდისციპლინარისტიკის მოღვაწეები იყრიდნენ თავს. და მახსოვს შენი დიდებული ოჯახი ვიცნობდი კარგად. მეტრიალებდა ეს თავში, იმიტომ რომ აი არმენოლოგია, როგორც კომპლექსური დარგი, სხვადასხვა ეტაპობრივ სექტორებში იყო მაშინ გადანაწილებული და ერთი ან მოშტად შეკროლი არსად არ იყო. მაგალითად, აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში არსებობდა სომხური ჟურნალისტიკის რაღაც გარკვეული უჯრედი, ეს იმ დონეზე არ მიდიოდა კვლევა, რა დონეზეც საჭირო იყო. მაგრამ ჩანასახი რომ არსებობდა და სომხური ფილოსოფია რაღაც საფუძველი? სომხური ფილოსოფია, რომ ფილოსოფიის ინსტიტუტში რაღაც ინტერესში იყო მოქცეული და ყოველ შემთხვევაში იმდენი მაინც ყველას ესმოდა, რომ ეს უაღრესად საინტერესო და დიდარი დარგია და გამოსაკვლევი და ქართულ ძველ აგიოგრაფიულ ფილოსოფიას და დიდ შეხებაშია. ეს ესმოდათ მაინც და რომ აუცილებლად ეს საქმე კარგ დონეზე უნდა წარმოებულიყო, ეს მაინც ესმოდათ. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო დონეზე ვერ წარმოებდა. ანალოგიური მდგომარეობა იყო ისტორიის ინსტიტუტშიც. იქაც ყველას ესმოდა, რომ სომხეთის ისტორია და საერთოდ სომხური ისტორიოგრაფია სხვათა შორის ამ მხრივ ნამდვილად გვისწრებენ წინ ქართულ ისტორიოგრაფიაზე ბევრად უფრო დახვეწილი და ბევრად უფრო ფუნდამენტურია და ჩვენ კი სომეხ ფალსიფიკატორებს ხშირად მოიხსენიებთ ხოლმე, მაგრამ გვავეწყდება, რომ საქართველოს ისტორიის ჭეშმარიტი ფორცლების 70% სომეხი ისტორიოგრაფების დაწერილია.
ეს არავითარ შემთხვევაში ეს არ არის იმდენად აგიტირებული საქართველოში, რადგანაც უბრალოდ შემთხვევაში ქვათაღაღაჩი წერს ილია რომ ეს მხოლოდ ერთი ჯგუფი იყო ფალსიფიკატორებისა და არა ილია ამ შემთხვევაში ძირითადად ფალსიფიკატორზე პატკანოვზე კი ბატონო მაგრამ ის შენიშვნაც გააკეთა ხო პატიოსლად რომ ეს მხოლოდ მაგრამ ერთი ჯგუფი იყო და არა ისტორიოგრაფები სომხეთის ძალიან ძლიერი ყავდა. ანალოგიური მდგომარეობა იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტშიც, ანალოგიური იყო პედაგოგიკის ინსტიტუტშიც. აი ყველგან სხვაჩვენს თეატრალურ ინსტიტუტშიც კი. საჭიროება ექნებოდა, მაგრამ გარკვეულად ამ სომხური სექტორის მნიშვნელობა ზოგან ნორმალურ დონეზე წარმოებდა, ზოგან არასაკმარის დონეზე, მაგრამ მნიშვნელობა ყველას ესმოდა. ჩვენთან კი საერთოდ ამაზე ნაფიქრიც არ იყო ჟურნალისტიკის დარგში და აი ზუსტად ეს რადგან როგორც რადიკალ ბატონმა დალი მახსენა თუნდაც ქალბატონი დალი ძალიან ჩამიჯდა მაშინ ცნობიერებაში დიდხანს მაწვალებდა იმ შერაკილების ბიძიებებსაც ხო და ამას შემდეგ დაემატა ის რომ იმავე დალი ჩიყვილაძემ უკვე სხვა სახით სხვა ამაზე აღარც უფიქრია დამავალა საკურსო თემა იმავე კურსზე სვანეთის თემა ილია ჭავჭავაძის საქართველოს მოამბეში ეგ სვანეთის თემას შეუდექი მაგრამ იმდენ სომხურ საკითხს და სომხურ პრესასთან პოლემიკას წავაწყდი რომ საქართველოს მოამბეში ეს უკვე ძალიან ჩამიჯდა თავში და აი მაშინ იყო რომ ზაფხულს მე და მამა ჩემი მივედით სახლში ზაზა ალექსიძესთან ჩემი ეს მოსაზრებები ყველაფერი გაუზიარა ზაზამ ძალიან კარგი რამე არისო და მე ვაკეთებო კავკასიოლოგიის ლაბორატორიასო სადაც მექნება თეატრმცოდნეობაც, სახვითი ხელოვნებაც, ისტორიოგრაფიაც, ენათმეცნიერებაც და ჟურნალისტიკა არ მიფიქრიაო და დიდი სიამოვნებით მოვკიდებდი ამას ხელსო თუ მოემზადები საამისოთო მეთქი როგორ არ მომემზადები და მესამე კურსიდან არმენოლოგიის კათედრაზეც დავიწყე ისე სიარული არაოფიციალურად მერაბ რობაქიძის ლექციებზე, სადაც ვსწავლობდი სომხურ ენას, სომხურ გრამატიკას, ნუ შემდეგ ისე იყო რომ დაამთავრეთ საღამოს სექტორზე ვსწავლობდი და ჩვენი ექსკურსიანები იყო და რომ მეხუთე კურსი რომ დავხურე, მე უკვე სადიპლომო წელი რომ დავეწყო. ამ დროს გახსოვთ ალბათ ის პერიოდი საქართველოს ნაკრებში ვიყავი ძალოსნობაში. კი. და კარგი ის მეგობრობა. სპორტული კარიერა ცალკე გადაცემის თემა, ასე რომ. და კარგი სამეგობრო მყავდა სომხეთშიც და სხვა რესპუბლიკებშიც და მათ შორის სომხეთში ერევანში ძალიან მეგობრობდი. ორგზის და შემდეგ უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იურე გვარდანიანთან და მის ბიძასთან. რომელთანაც ჩავედი, მათ მიმიყვანეს უნივერსიტეტის რექტორთან ჩემი თხოვნა და აზრი. შეიწყნარეს რომ მინდოდა სომხეთში დამეწერა სადიპლომო შრომა იქ ერევნის უნივერსიტეტში დიდი სიამოვნებით მიმიღეს როგორც დიპლომანტად ყველაფერი იქვე სპორტსმენმა კოლეგებმა მომიგვარეს რომ ერევნის ქალაქის ნაკრებში გადამიყვანეს სპორტულად კი ამით მომიგვარდა იქ რაღაც საუბაროდ თავზე ჭერი და მოყმაპური და დაიწყე შეუდექი ამ საქმეს აი მას მე უკვე აღარ გამიხედია ამ თემიდან და რაც შემდეგ უკვე უნივერსიტეტის დამთავრების მერე უკვე ერთ თანამშრომლები ვიყავით ერთ ლაბორატორიაში და მას მერე თითქმის ყოველ წელს ეს თემატიკა გამომქონდა. ეგ კარგად მახსოვს უკვე სწორედ საბაბიც ეს იყო თქვენი მოწვევის, თუმცა არა მხოლოდ ეს. ის მაინც დავაზუსტოთ მაყურებელთან, რომ ეს იყო მედიის სოციოლოგიური კვლევის სამეცნიერო ლაბორატორია, ბატონი დავით მჭედლიშვილი ხელმძღვანელი ჯერ თვალიშვილი, ბრეზო თვალიშვილი ხელმძღვანელობდა, მერე უკვე ბოლომდე ბატონი. ბოლოს უკვე ახალგაზრდებს გადმოგეცათ ესტაფეტა და უკვე თქვენი ყავით მისი გამკე ბოლოს კი ბატონო, ვიდრე ის ავაც ახსენებელი ეგრეთ წოდებული რეფორმა ჩარეცხები დაიწყებოდა. ეხლა გვეცინებდა, მაგრამ 25 თანამშრომელი ჩაგურაცხეს ისე რომ არც კითხეს ვინმე. არა, 25 პლუს 3 კათედრა და მათ შორის ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი რა იცი. თუ ფასეული იყო არ გვინდა ამას ასვისამთ მე დიდი იმედი მაქვს რომ ოდესმე მაშინ სხვათა შორის მაშინ ეს მოხდა ჩვენი ასე ვთქვათ ჩარეცხვა ერთი უაღრესად საინტერესო დეტალი რაც ყველას გამორჩა
მაგრამ ძაფი არ დავკარგეთ. არმენოლოგის ძაფი არ დავკარგეთ. კი ბატონო. ეს მოხდა ესე იგი 2007 წლის 13 აგვისტოს მოაწერა რექტორმა ხობუამ ხელი ჩვენი კათედრაში. 2007 წლის ჩვენი ლაბორატორია უფრო გვიან, კი. ჩვენი ლაბორატორია. კათედრები 2006 აგვისტოში. შვებულების დროს დაუკვირდით სასწაულიმე შემთხვევაში. ზუსტად აი მაგას ვაკეთებ მყავს. შვებულების აგვისტოში 13 აგვისტოს მოეწერა ხელი ჩვენსას, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინებთ ლაც სასწაული. 13-დან 25 აგვისტომდე აი ყველაზე მოჩამოთვლილი ინსტიტუტებში, ფილოსოფიის ინსტიტუტში, ყველგან ზუსტად ამ პერიოდში გაუქმდა აბსოლუტურად ყველგან სომხური სექტორი. არ გამაგის. ყველგან გაუქმდა ამ დროს სომხური სექტორი. კარგად შეთანხმებული, მოფიქრებული გეგმა. ცენტრალური ბრძანება არ იყო. ცალ-ცალკე ყველგან ვითომ დამთხოვა? თქვენ შემოგევლეთ. გენიალური დამთხოვები კი არ სწორს ბუნებაში, მაგრამ შემდეგ რა მოყვა? ამას შემდეგ თლათ სასწაული. იმავე 2007 წლის დეკემბერში ჩატარდა და ჩატარდას ვამბობთ, რომ საქართველოს არ ჩაუტარებია. იუნესკოს ეგიდით სომხური ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ მსოფლიო სამეცნიერო კონგრესი. ჩატარდა თბილისში, ოღონდ არც ერთი საქართველოში არსებული ორგანიზაციის მიერ ის არ ჩატარებულა. ჩატარდა იუნესკოს მიერ. ყველა გააუქმეს ვინ ჩაატარებდა. საორგანიზაციო საბჭო იყო ერევანში, რომელმაც მოაგვარა ამ ყველაფრის ორგანიზება და იმ საბჭომ დაიქირავა თბილისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ამ კონგრესისთვის. ჩატარდა თბილისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ოღონდ ისე, რომ რექტორიც არ იყო საქმის კურსში, იქ რა ტარდება. არც ერთი ქართველი მეცნიერი მას არ დასწრებია. დერეფანში მოვიყარეთ თავი და არ შეგვიშვეს. ანუ არც მიგიწვიეს. არ შეგვიშვეს, არა თუ ჩვენ ჭორად გავიგეთ, მივედით და არ შეგვიშვეს. ვინ არ შეგიშვეს უნივერსიტეტის დაცვა? არა, საორგანიზაციო საბჭოს მესვერებმა, რომელშიც არც ერთი ქართველი, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო. ანუ ჩატარდა თბილისში და საბჭოს კონგრესს, რომელშიც საერთოდ საქართველოს მონაწილეობა არ მეუღია, თბილისის კონგრესი დაერქვა. და რა დადგინდა თბილისის კონგრესის გადაწყვეტილებით? ის რომ 630 ხუროთმოძღვრული ძეგლი საქართველოში სომხურია. არ გამაგე. ისე რომ ჩვენ ვერ შევედით გასაგები, ესე იგი რა ხდა, წინასწარ მოასუფთავეს ველი, რომ არც ერთი ქართველი მეცნიერი დამპირისპირებელი არ ყოფილა. შენ ყოფნის კეთილშობილება, რომ დაიცვა ფალსიფიკატორული არ ყოფილიყო, რო არ ყოფილიყო, არც ერთი ქართველი მეცნიერი რო არ დასწრებოდა. აი ეს რო არ დასწრებოდა კი არა, ჭორად გავიგეთ, თორე ვინ გაგვაგებინა საერთოდ. ვინ გაგაგებინა. და იქ გვითხრეს ასეთი რამე, რომ ეს არ არის საქართველოს ღონისძიება, არის იუნესკოსი, ორგანიზატორი არის სომხეთში დისლოცირებული საბჭო და უნივერსიტეტის დარბაზი მხოლოდ არაჩვეულებრივი უნივერსიტეტი და დარბაზი აქვთ იმათ და მხოლოდ შენობა დაიქირავეს. მხოლოდ შენობა არა, იმიტომ რომ თბილისის კონგრესის დადგენილება რქმეოდა იმას, რომელმაც 630 ძეგლი სომხურად გამოაცხადა. და დღეს რა ხდება? ამის მერე მიდის ბრძოლა ეს მეორე. დღესაც ითვლება რომ არა, ამის შემდეგ უკვე სასამართლო დაპირისპირება მოხდა და ქართულმა მხარემ დიდი წილი მოიგო, ისე რომ სომხეთის მხარემ თავისი ეს პოზიცია უკან წაიღო და ახლა ამზადებს სხვა კონსტიტუციური სასამართლოს მხრიდან შეტევას, მაგრამ იმდენად დაუსაბუთებელი აქვს პოზიცია, რომ სასამართლოს იციან, რომ წააგებენ და ცოტა ეს სხვა თემა არის, სხვა გზით წავიდა, მაგრამ ეს მოგახსენებთ, ესე იგი რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ზოგადად ქართული კულტურისათვის და დღესაც აქტუალური როგორც ჩანს და რამდენად კარგად ესმოდა მეორე მხარეს, რომ ჩვენ ეს მნიშვნელოვანი თემა აბსოლუტურად ცარიელი და ღია უნდა გქონდეს. კი ბატონო. შემოსაზა ეხლა რამდენად მოგახსენეთ? არა, კი ბატონო, არა დაგაცდით ჭირთ. მაშინ როგორც მოგახსენეთ, შევდექით ყველაფრის შესწავლას და გავაკეთე გარკვეული მონახაზი იმაზე თუ უკვე ერევანში რა მნიშვნელობა ჰქონდა
საქართველოსათვის და ქართული ჟურნალისტიკისათვის ამ ყველაფრის წოდნას. ახლა თქვენ მარტო ერთი ასეთი რამე წარმოიდგინეთ, არსებობს დარგი ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობანი. რა თქმა უნდა. ეს დარგი არ არის მხოლოდ საბჭოური გაგების დარგი. არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დარგია, როგორ სხვადასხვა ლიტერატურები მით უმეტეს ერთ ქალაქში და ერთ რეგიონში წარმოებული სხვადასხვა ენოვანი და ეროვანი ლიტერატურა როგორ თანაქმედებს ერთად, როგორ რა გავლენები რას დაესახებიან ერთი მეორეს, რაში ეხმარებიან და რაში კონფლიქტი მოსდით ერთმანეთთან. და აი ამ ლიტერატურული ურთიერთობათა განყოფილება არსებობდა საქართველოს ლიტერატურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შოთამისთავის გახსოვთ. სხვა შორის იქ სომხური საკითხი ბონდო არველაძეს მიყავდა სომხური ლიტერატურა. კი, ვიცი ბონდო არველაძე მშვენიერი გამოკვლევა. ანალოგიური კათედრა არსებობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტთანაც, რომლის გამგედ კავკასიოლოგიის სპეციალისტი ოთარ ბაქანიძე იყო მაშინ ის თვითონ უკრაინული ლიტერატურის უკრაინული ჩვენ რუსული ლიტერატურის ისტორია. კი, იმ კათედრაზე სომხური ლიტერატურა ანაით ხარატიანს მიყავდა. კი ბატონო. და გვახსოვს ეს ამბავი. აი ანალოგიურად უნდა ეარსება ჟურნალისტიკის ფაკულტეტთანაც ხალხთა ჟურნალისტურ ურთიერთობათა კათედრას, სადაც არა მხოლოდ სომხური, არამედ აზერბაიჯანული, რუსული, ოსური, აფხაზური თურქულიც, რადგანაც თურქეთის პრესას მე-19 საუკუნეში მაინც საქართველოსთან ძალიან ახლო კონტაქტები ჰქონდა და გაგიკვირდებათ ქართულ ენაზე წარმოებული ებრაული გაზეთი, ებრაელის ხმა. კი. იყო ასეთი რამ, რომელიც მერე შალომ ყობოშვილმა და ქართველ ებრაელთა სამეცნიერო კვლევითმა მუზეუმმა ამისი დიდი კომპლექტი შეიძინა, შეაგროვა ხალხში და ახლა დღეს აქვს გადარჩენილი კარგი ადრე ბიბლიოგრაფიული იშვიათობას წარმოადგენდა, მაგრამ ახლა დიდი რაოდენობით ეს კომპლექტი იპოვეს. და აი ეს პრესა ისე კარგად ასახავს ხალხის ერთმანეთთან ურთიერთობას, როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეს შეცნობებსაც. მესამე პირის პროვოკატორულ ჩარევებსაც ისე კარგად ჩანს. ყველა შემთხვევაში ჰაოსის და ქართლოსის ძმობა ძალაში რჩება და უნდა დარჩეს, ხო? ამის მომხრე, ამიტომაც სწავლობდა, ამის მითაც კომპლექსური და გარანტირებული ურთიერთინტერესების დაცვის მომხრე უფრო ვიდრე ძმობის დეკლარირებისა. არა, ეგ იგულისხმება სწორედ. ძმობის დეკლარირებისა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ასეთი რამე ჩვენი მხრიდანაც არანაკლები შეცდომებია და ცხადია. სომხეთის მიმართ ახლა რატომ ჯერ ელემენტარულად ასეთი რამე წარმოვიდგინოთ. თავის დროზე დღეს მაგალითად ქართველი მკითხველი, მასობრივი მკითხველი ფაქტობრივად ნოლს ქვემოთ დაეცა. მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს უაღრესად მკითხველის საზოგადოების ეპოქა. ჩვენ ვიცხოვრეთ იმ ეპოქაში. უაღრესად მკითხველის საზოგადოებაც რიგითი ქართველი იმ ხელა განათლებას ფლობდა და როგორც მსოფლიოში იშვიათობა რო იყო ერუდირების და ზოგადი განათლების დონე საქართველოში ძალიან მაღალი იყო და აი ამ დროს რიგითი ქართველიც კარგად იცნობდა ამერიკულ ლიტერატურას, ფრანგულს, რუსულს და არ იცნობდა სომხურ ლიტერატურას, რომელიც ნამდვილად არანაკლებია. არ იცნობდა სომხურ ისტორიოგრაფიას, რომელიც ჩვენზე ბევრად არ გვაქვს ჩვენ გამოცემული ტომეული სომეხი ისტორიოგრაფებისა. ნინა გარსოიანის, სარამ ფერიხანიანის და ამათ ეს უსერიოზულესი შრომებია. არ ვიცნობდით სომხურ თეატრმცოდნეობას, სადაც ძალიან სერიოზული ფუნდამენტალური შრომები არსებობს. არ ვიცნობდით სომხურ სახვით ხელოვნებას, მათ შორის თბილისელი სომხებისაც. ბატონო თეატრი ქონდა სომხური. ამ დროს რა ხდებოდა, იცით? ქართველ მკითხველს ეს რომ კარგ დონეზე ცოდნა, იმ დონეზე მაინც რა დონეზეც სხვა ყველა დანარჩენს იცნობდა. თითქოს ცნობილი ლიტერატურებს. ამ დონეზე მაინც რომ ჩვენ სომხური კულტურისა ეს დარგები ვცნობოდა, აუცილებლად ქართველ მკითხველს გარკვეული პატივისცემა სომხეთის მხარეს გაუჩნდებოდა. ანუ იმ მხარეს ჩვენს თვალში სერიოზული ავტორიტეტი შეექმნებოდა და აი კარგად ვიცნობ სომხის ფსიქიკას. შენს თვალში მას ავტორიტეტი რო აქვს, ამას მერე ძალიან უფრთხილდება. უაღრესად სერიოზულად უდგება. იქ მერე ნებისმიერ ფალსიფიკატორს თვითონ მიაფარებენ პირსახელს. ჩვენამდე არ მოუშვებენ.
ვიცი ეს ამბავი ნამდვილად ასე იქნება. ინტელიგენციის წრეში არის ეს. დღეს ახლა იმათი ასე ვთქვათ, უკეთური დამოკიდებულება ვთქვათ პირადად ჩვენ მიმართ. სწორედ იქიდანაც გამოდის, რომ გრძნობს, რომ შეცვალში ავტორიტეტი არ არის. არ არის შეცვალში ავტორიტეტი და პასუხობს ამით. და ამის წამალი არის სწორედ კვლევა და მეცნიერება და მეცნიერული და ინტელიგენტური ურთიერთობები. თვითონ ხო იცის თავისი ლიტერატურის და თავის კულტურის ფასს. თვითონ ხო იცის, რომ იმსახურებს გაცილებით მეც, ვიდრე აქედან დებულობს. და დაუმსახურებელ უპატივცემულობაზე მე უკვე პასუხი სხვანაირიც ვერ იქნება გარდა იმისა როგორიც არის ეს არ იყო საქმე მე მახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას არა მე არ ვლაპარაკობ წერილები სადაც ის ცოდნასაც ამშღალებდა და პატივისცემასაც ჩვენ განწყობილნი კი არ ვართ ცუდად ნუ იმ დონეზე კვლევები არის საკმარისი მზადება ამ საქმეში არ გვაქვს არასაკმარისად ვიცნობთ მის კულტურას და ეს მათ შეურაცხყოფთ მithometes რომ იმსახურებენ ერევანში თქვენი სწავლის წლები და აი ამ დარგში ეს იყო 82 წელი და იქაური მენტორები შემდეგ უკვე მას მერე 82-დან უკვე აღარც გავჩერებულა სული მათთან მქონდა ეს ურთიერთობა და ეხლა მათი გამოკვეთილი თვისება რაც არის ძალიან მაღალი კოლეგიალური თანამშრომლობის კულტურა ძალიან მაღალი სწორი მიდგომის შემთხვევაში საოცრად მაღალი კულტურას ავლენენ კოლეგიალურ თანამშრომლობაში თუ ხედავენ რომ მათ სწორად ხედავდა სწორად აფასებ მაშინ თუ სწორად მომდგომია თვითონაც და ასეთი ამ ხრივ ნამდვილად არ მეთქმის არავის საყვედური ნუ ყველა ვისაც როდის რაზე მიმართა ყველა გადამყვაზე კი ბატონო ეს ხდებოდა წლების მანძილზე ხდებოდა მოხუჩაუხრელად ხდებოდა ძალიან სერიოზული მხარში დგომით პროდუქტიული პრაქტიკული თვითონ ფაქტიც მოსწონდათ ალბათ რომ ქართული ახალგაზრდა დაინტერესებულია კიდევ მასაც ხედავდნენ რომ სერიოზულად ვსწავლობდი ხედავდნენ რომ მომწესრიგებლის თვალით უყურებდი ამ საკითხს და არა ამრევის და პროვოკატორის ხო და რადგანაც ამაში დარწმუნდნენ ყოველნაირად შემეწყვეს ხელი ასე რომ ადვილი არ არის მაგრამ მიღწევა ბალანსისა და სტაბილური ურთიერთობისა სრულიად შესაძლებელია ზაზა მე მახსოვს სტუდენტობის პერიოდში ჩვენ გქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების და ორჯერ მომიხდა მე ერევანში მონაწილეობა მქონდა ეს ფუფუნებაში ძალიან მაყოფილი ჩამოვედი საოცრად იმ ურთიერთობებით იმ მასპინძლობით იმ მეცნიერული ინფორმაციით რაც იქ მივიღე ჟურნალისტიკის კათედრაზე არაჩვეულებრივი დახვედრა ჰქონდა ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ეს კონფერენცია ასე რომ ჯერა კი არა ხარ როგორ ამჯერა შენი თავის თავად მაგრამ პატარა გამოცდილება მაქვს იმისა როგორი თანამშრომლობა იციან შეუძლიათ და კი არაჩვეულებრივი კი ბატონო ნუ კავკასიელები არიან ახლა ესეც თავის ხიბს მატებს ამ ყველაფერს ძალიან გულიანად იციან თუ ნახე შენი სერიოზული დაინტერესება და კარგია რომ ჩვენ ამაზე ერთი აზრი გვაქვს იმიტომ კი ბატონო მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიგონებ აი ამ მუშაობას იქაურ სტუდენტებთან დიდხანს გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა მე აირია სამყარო და კი ბატონო მაგრამ როგორც მოგახსენე ეს ყველაფერი ნამდვილად უაღრესად არასაკმარისი იყო რატომ? იმიტომ რომ საკითხი თუ ფუნდამენტალურად არ იწყება, ესე იგი ისინი ერიდებიან თემის აფიშირებას, რადგანაც არ აქვთ იმედი რომ გავუგებთ სწორად. აი მაგალითად ასეთი რამ. მე-19 საუკუნეში სომხეთი ფაქტობრივად თავიდან შედგა. ესე იგი სომხეთი და ალბანეთი თურქულმა ურდოებმა ისე წაშალეს, რომ სომხეთის ძირძველი სომხეთის და დღევანდღესაც რომ სომხეთი ქვია აი იმ ძირძველი სომხეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად სომხი აღარ სახლობდა ერევანი ირევ-ხანის მეჩეთით სახანო იყო და დასახლებული მთლიანად თურქებით რასაც ახლა უაღრესად დემაგოგიურად აშუქებს როგორც აზერბაიჯანული ისე საერთოდ პანთურქული მედია და ისეთ სახეს აძლევენ თითქოს ეს სომხეთი სადღაც ეროვნული კონგლომერატი შეიქმნა სადღაციდან შეკრებილი და მანამდე ძველი სომხეთის საერთოდ არ არსებობდა რომ ეს თურქული სახანოა და თურქული სახანო როგორ იქნება ეგენ თვითონ შუა საუკუნეებში და ბევრად უფრო ძველი და ის ძირძველი კავკასიელი ალბანელები რომელთა
70% ახლა აზერბაიჯანული გენები იმ ძირძველ ალბანელს ატარებს, მაგრამ იდეოლოგიურად არის გათურქებული და მას მიაჩნია თავი პანთურქად, მაშინ როდესაც ეს ასე არ არის. და გამოდის რა მთელი თავისი 100 საუკუნოვანი ისტორია წაშლილი აქვს. მიერთებულია თავის დამპყრობელს კი რა გადამშენებელს. ფაქტობრივად ანალოგიურ პოზიციაზე ხა წარმოიდგინე როგორ აგიხსნა სომეხმა რომ 19 საუკუნეში აქ საერთოდ არ ვარსებობდი მაგრამ ეს ნამდვილად ძირძველი სომხეთია და ნამდვილად ჩემი დედაბუნება ტერიტორია მართლა მისია და მართლა არ არსებობდა როგორ ამიტომ ამ თემას თითქოს და გამოტოვებს რო გამოტოვებს უკვე ციკლი აღარ ეწყობა უკვე რო შეეკითხები რითი აგეხსნას ის რომ 19 საუკუნის სომხური კულტურა ფაქტობრივად თბილისში განვითარდა 47 ჟურნალ-გაზეთი სომხურენოვანი საქართველოში გამოიცა და მხოლოდ რევოლუციის მერე გამოიცა სომხეთში მანამდე არც ერთ სომხურ გაზეთს არ უარსებია ან კი როგორი არსებობდა როდესაც პირველი გუბერნატორი ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო და სომხეთი თავიდან შექმნეს გრიბოედოვის გუნდმა როდესაც მთელი მსოფლიო და სომხეთის ჩამოსახლებას ახდენდნენ 25000 მოსახლე ჩამოასახლა უკვე შემოერთებულ ტერიტორიაზე რუსეთმა მანამდე არ არსებობდნენ შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, როდესაც ჯორდანიას მთავრობა შეიქმნა ჩვენთან, თბილისელმა სომეხმა არისტოკრატიამ ასევე თბილისშივე დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობა დაარსა, ასევე ვორონცოვის სასახლეში მერე პიონერთა სასახლე ერქვა და უკვე დაარსებული და შექმნილი და ერთა ლიგაში წარდგენილი სომხეთის დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობა გაემგზავრა ერევანში სადაც უმრავლესობა ნამყოფცერება და მერე ჩავიდნენ და დასახლდნენ იქ ეს როგორ აგიხსნას არა აქვს იმედი რომ სწორად გავუგებ ამიტომ საკითხი ძირეულად უნდა იქნას გამოკვლეული, გაშუქებული, დადებული, ფუნდამენტალურად უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე. მერე უკვე იმასაც აღარ დასჭირდება საკითხებზე თავის არიდება და ღიად საუბარი სრულიად შესაძლებელი იქნება. იმაშია საქმე. ეხლა მე ვიცი რომ თქვენ სამგზის დოქტორი ბრძანდებით სხვადასხვა მონათესავე დარგში ამას რატო ვამბობ? აი გამოკვლევების თემატიკაზე მინდა რომ ვისაუბროთ. თქვენი მეორე საკითხია, მოდით მაშინ ჩვენ ახლა დრო შეზღუდულები ვარ და ამიტომ არ მინდა რომ თავარი დაგვრჩეს გვერდზე. მე ერთაგერაკ შპარგალ გადავიდე კი ბატონო, არ არის პრობლემა. ჩვენ დავიწყოთ უბრალოდ ქართული ჟურნალისტიკის როგორც დარგის განვითარების ქართული ჟურნალისტიკის სინამდვილეში რა სიტყვა ეთქმის სომხურ ჟურნალისტიკას. ნუ ჯერ წინასწარ ასეთი წარმოვიდგინოთ ერეკლეს პერიოდი, ჩვენთან ხო ამ დროს პრესაზე ლაპარაკი ზედმეტია და ფიქრი ზედმეტია. ერეკლეს პერიოდი, როდესაც ერეკლეს ასოწარკვეთილი დაეძებს მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს და მაშინ ერთ-ერთი მისი მოკავშირე არის მადრასში მცხოვრები დიდვაჭარი, მე შახემერიანი, რომლის შესახებაც ბევრი ვიცით და ის იქ იმხელა ტერიტორიების და იმხელა ეკონომიკური სიმძლავრის მფლობელი იყო, რამხელაც მთელი საქართველო ვერ იქნებოდა. ისეთი მთლიანად გაშლილ ყველა საქართველოებს გულისხმობ მაშინ ცალკე იმერეთსაც, ლაზეთსაც, სამეგრელოსაც, ქართლ-კახეთსაც და ყველას. შახემერიანის უზღვავი ქონება, რომელიც ინდურ ეკონომიკაზე იჯდა, იმხელა იყო და ისეთი დიდი სიმძლავრის, რომ ის ცდილობდა ძველი სომხეთის მიწაწყალი, რომელიც მთლიანად იყო წაშლილი, როგორც ზეითარით მაშინ პანთურქული ურდოების მიერ, გამოესყიდა თურქეთის სულტანატისაგან და შეერთებინა რუსეთისათვის. პეტერბურგთან და ზამთრის სასახლესთანაც სერიოზული კავშირები ჰქონდა, რაც აგრეთვე ერეკლეს ეხმარებოდა. ერეკლე მასთან კონტაქტობდა თავისი უაღრესად გამოცდილი მზვერავის თითქოს ვაჭრის და თითქოს მექარავნე რაფიელ დანიბეგაშვილის კი ბატონო ცნობილი არსებობს საქართველოში ამისი 18 წელი აზიის ქვეყნებში ის რაფიელ დანიბეგაშვილი სხვათა შორის როდესაც
დაიძრა თბილისი და შახემერიანთან რო ჩავიდა, მაშინ უსაჩუქრა ერეკლემ შახემერს მისი სამშვილდეს ტერიტორიები, სადაც მას სომხები უნდა შემოესახლებინა, რაზეც გულზე გასკდა დანიბეგი, ეს რაფიელი. და მეორე რაფიელი ვინმე რაფიელ ბაბალიკაშვილი ებრაელი სოვდაგარი შეიგულა რომ ეს არის რამენაირად უნდა გადავარჩინოთ გასომხებას ეს ტერიტორია, იმიტომ რომ როგორც კი შაჰემერია უსტარს ჩაიბარებს, ჩათვალე რომ საქართველოში მეორე სომხეთი შეიქმნება. ეს რატო გააკეთა ერეკლემ არ ვიცი, ალბათ სხვა გზა არ ქონდა. მე როგორც ვიცი ისტორიიდან ვაჭრობის განვითარებას შეუწყობენ ხელსო. ეს მოსაზრება არის და რამდენად რეალურია, ვერ გავდებ თავს. ეს იქნებოდა ეს რაღაც გამოუვალი ვითარება ეძებდა ალბათ ამას. ახლა ძნელია აქედან. მაგრამ მაშინ ორმა რაფიელმა ასეთი ეშმაკობა ჩაიფიქრეს, რომ დანიბეგაშვილი რო დაიძრა, გააჭიანურა უსლა და 3 წელი მიდიოდა მადრასამდე. რადგანაც იცოდა, რომ შახემერი უკვე უკანასკნელ დღეშია. ცუდად იყოფდებოდა. და მისი შვილი ქარაფშოტა არასერიოზულ პიროვნებად იყო ცნობილი. და მე თუ შახემერს ჩავაბარე სუსტარი ის ვინმე ისეთს გადასცემს თვითონ შახემერი აღარ მოყიდის და გადასცემს ვინმე ისეთს ვინც მის გეგმებს რეალიზაციას გაუკეთებს და ამიტომ ისე მოხდა რომ როდესაც რაფიელ დანიბეგაშვილი ჩავიდა მადრასში შახემერი უკვე 1 წლის გადაცვლილი იყო უსტარი დაუტოვა მის შვილს და წამოვიდა იქიდან ერთ კვირაში ეს ოსტარი უკვე მეორე რაფიელს ებრაელს სოდაგარს რაფიელთან დაბალიკაშვილს ჰქონდა ბაბარიკა ასე იყო მაშინ ცნობილი ასე თქოს რაფიელ ბაბარიკს ჰქონდა გამოსყიდული პანეს გამოისყიდა და ისევ თბილისში ჩამოიტანა სხვა შორის ებრაელებისთვის ემიუცია საქართველოს დაუბრუნდა ისე მე მგონი მაგაზე ერთგული ხალხი არ უყავს ქართველებს იციან სიყვარული ხმ ებრაელების უბანში ცხოვრობდი და ძალიან თბილი ასე მახსოვს მე ვეკლასი ისე თქვა მინდოდა სექტელამდე თვითონ როგორც ეს შახემერიანი რადგანაც იქ ფაქტობრივად ინდოეთში მეორე სომხეთს ფლობდა ქმნიდა უიმხელა დიასპორა ქონდა და ეს კულტურული ცხოვრებაც მიყავდა სამეცნიეროც პოლიტიკურიც ამზადებდა კადრებს ხელოსნებს ეკონომისტებს საუკეთესო ფინანსისტებს და იქვე შედგა პროფესორმა ჯეიმს ვაიტმა ინგლისელმა პროფესორმა შექმნა ინდოეთში მაშინ ასეთი გაზეთი New Indian ინგლისურენოვანი გაზეთი რაც დააფიქრა შახემერიანის და მათაც გადაწყვიტეს სომხური გაზეთის შექმნა იქ შეიქმნა სომხური აზდარა პირველი და ეს იყო პირველი სომხური გაზეთი რომელიც პირველ ქართულ გაზეთს 34 წლით უსწრებს ბევრად ადრეა შექმნილი. ჩვენზე αδრეა შექმნილი. მაგრამ იქ იმ პირობებში, სადაც ამის პირობები არსებობდა. არა სომხეთში. არა სომხეთში, იქ მადრასში უშუალოდ. პირველი რედაქტორი და სტამბის გამმართველიც ამავე დროს იყო ვინმე აროთონ შმავანიანი, რომელიც შემდეგ სოლომონ დადაშვილს დაეხმარა ძალიან თბილისში, მან გაუმართა საქართველოში სტამბა. მათვე გამოგზავნეს ძალიან ძლიერი სომეხი პოლიგრაფია არღუთინსკი, რომელმაც არღუთინსკი მერე აქ ეწოდა, არღუთიანი იყო, უკვე რუსეთის შემადგენლობაში არღუთინსკის სახელი მიიღო და აი მან ძალიან სერიოზული დახმარება გაუწია უკვე სოლომონ დადაშვილს ქართული სტამბის ჩამოსხმაში, აი ამ საგაზეთო პოლიგრაფიის აწყობაში. ესეც დასაფასებელია. აი ხლა ეს არ უნდა ეკითხებოდეს ქართულ სტუდენტ ჟურნალისტებს, ღმერთო ჩემო. შემდეგ უკვე იმიტომ მომემზადა ეშპარგალკა რომ აქ ასეთი მდგომარეობა გვაქვს. საერთოდ სომხეთის საკითხების ახსნა ესე ტელეეთერში ბევრად უფრო ძნელია ვიდრე მისი ფუნდამენტალური მონოგრაფიის დადება. რატომ? იმიტომ რომ კომპლექსური ხასიათისაა. ახლა ჩვენ მაგალითად ვიცით თბილისის სომხური კერა, მაგრამ ბევრად უფრო ძველი და მდიდარი არის იტალიის სომხური კერა, სადაც სან ლაზარილიოს კონძულზე მოგეხსენებათ მხითარისტთა აკადემიის სახელმწიფო ვატიკანის დაქვემდებარებაში უზარმაზარი
სომხური მედიის ტრადიცია არსებობდა. იქ მოხდა 1774 წელს დიდი განხეთქილება და საიდანაც ერთი ჯგუფი, რომელიც გამოვიყო იმ ლაზარილიოს და გადასახლდნენ ვენაში. და იქ შექმნეს ანალოგიური ვენის ფრითარისტთა აკადემიის სახელმწიფო პროფესორ არმენ ჰაიუაზიანის ხელმძღვანელობით და იქაც გამოიცა ჟურნალი ჰანდე სამსორია, რომელმაც მერე რამდენიმე გაზეთს ჩაუყარა კიდევ საფუძველი და ეს შემდეგი კერა იყო სულ 6 კერა, რომელსაც მიყავდა სომხური ჟურნალისტიკა და ერთ ორგანიზმად იყვნენ ერთმანეთში შეკრული. რასაც შევინატრე მთელი ცხოვრება. ესე იგი რა არის სომხური ჟურნალისტიკა, რომელსაც თბილისთან პირდაპირ კავშირი აქვს იწყება ქართულ ჟურნალისტიკაზე 30 წლით ადრე. შემდეგ მას ერთვებიან სან-ლაზარილიოდანაც, ვენიდანაც, თურქეთიდანაც, რუსეთიდანაც. ახლა დღევანდელი როსტოვის ოლქში ანდრე ნორნახჭევანი ერქვა, რადგანაც ეს ძირითადად სომხური დასახლება იყო. მერე საბჭოთა პერიოდში აბოვიანი ერქვა, რადგან დაარქვეს აბოვიანის რაიონი. ახლა დღეს რა ქვია არ ვიცი, მაგრამ ეს ძირითადად სომხური დიასპორა. იქაც ძალიან სერიოზული სომხური მედია წარმოებდა, რომელსაც ასევე თბილისთან ჰქონდა კავშირი და თბილისში სომხური გაზეთი პირველად გამოიცა 1856 წელს, მაშინ როდესაც მათ უკვე სერიოზული ჟურნალისტიკის ისტორია და გამოცდილება ჰქონდათ. თანაც ეს ყველა კერა თავის ნომერ პირველ თემატიკად საქართველოს ასე ვთქვათ ამოსიერებს. და უკვე საქართველოს იმ დონეზე იყო გაშუქებული პირველი თბილისის თანაც ეს თბილისი როგორ იყო რუსული გაზეთი კავკაზის 4 გვერდიანი კავკაზის 2 გვერდიანი სომხური დამატება შემოკლებული სომხური დამატება კავკაზ ეს იყო პირველი მე ამას უკვე მოყვა თურქეთში გამომავალი ძალიან მაღალფორმატიანი დიდი ტირაჟით წარმოებული მეღო ჰაიასტანი რომელიც ასევე საქართველოს ძალიან სერიოზულად აშუქებს და აქეთ კორესპონდენტები ყავთ, მათ არ ქონდათ არანაირი ფინანსების პრობლემა, არ ქონდათ პროფესიონალების პრობლემა, სომხი ჟურნალისტები უზარმაზარი და ფინანსებით და უზარმაზარი ხელფასებით მუშაობდნენ მთელ მსოფლიოში. და გაზეთებს ამ ხრივ ეკონომიკური პრობლემა რაც ჩვენ რო შიშველი სერგეი მესხირო შეეწირა უსახსრობის გამო და რამდენი მათხოვრული პოზიციით მოწოდით ხოლმე როგორც სიტყვიერი რასვის ჩვენი ბედის წერაა რომ შიშველი ხელით უნდა ვაკეთოთ საქმე იქ ასე არის იქ ბევრად უფრო Truplenat area მონდომებული სენზლავრას ფლობდნენ უფრო მას ვიტყვი რომ ეკონომიკური ბაზისი აძლევდა თავის საშუალებას ჩვენთანაც დიდი შეემონებით მოგიდებდა ძალიან ბევრი ინტელექტუალი ამ საქმეს ხელს ამდენის საშუალება რო მქონდა რაღაც მაგრამ ეკონომიკური ბაზისი მათთვის ძალიან დიდი საშუალება და მონოგრაფიის გამოცემაზე არ გიფიქრიათ ამ ხელო შრომის მოგცევა უკვე წიგნის ფარგლებში რომ დაიდოს გნებავთ სახელმძღვანელოდ, გნებავთ მონოგრაფიად, იმიტომ რომ ეს გამოცემას ჭირდება ქართულ ჟურნალისტიკასთან სერიოზული კომპლექსირება. ჩვენ ისეთი დაქსაქსული სახით გვაქვს ცალკეული გაზეთები, რომ ერთიან კომპლექსს ვერ ქმნით. ეს თუ ლაბორატორიულად კოლექტივის მიერ არ იქნა და დამუშავდეს. ერთიან კომპლექსს ვერ ქმნით, იმიტომ რომ მოგახსენებთ პირველ რიგში მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე 6 კერა წარმოებდა. რაც შემდეგ უკვე 97 კერად გადაიქცა. შემდეგ რანაირად უნდა მოექცეს ეს ერთ სახელმძღვანელოში, როდესაც ამდენი სულ სხვადასხვა სინამდვილე აისახება ერთ მონოლითს. აი ეს ფუნდამენტალური შრომის სახეს ვეღარ, იმიტომ რომ თვითონ ერევანიც კი ამას ესეთ ერთ კომპლექსურ სისტემაში ვერ აქცევს. ჯერ ვერ აქცევს და ჩვენი მხრიდან გასწრება არაფრით არ შეიძლება, ჯერ მათ უნდა მიაკვლიონ თავიანთ ერთიან წფეხას, რომელიც მერე ქართულ ჟურნალისტიკასთან მოვალ თანხმედრაში. ჩვენ ხშირად ერთ დიდ შეცდომას უშვებთ, რასაც კავკასიის ალიანსში მაგალითად ალიანსის მომხრენი და ეს გარდაუვალია აუცილებლად უნდა შედგეს კავკასიის ალიანსის. მაგრამ აი მოდით ასეთი რამე წარმოიდგინეთ. აუცილებელია ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სიტყვაზე ვამბობ. დილეტანტს შეიძლება ხელში მივცეთ ლანცეტი და მივუშვათ მარტო იმისი ახსნით, რომ ეს აუცილებელია.
აუცილებელია თბილისიდან მოსკოვში გადაფრენა თვითმფრინავით. შეიძლება მწყემსი დავსვათ თვითმფრინავის საჭესთან. მაგრამ ჟურნალისტიკაზე ყველას აქვს პრეტენზია. ასე ხო დღეს მაგალითად ხო ჩეჩენთან ურთიერთობას ყარაჩაევთან ურთიერთობას, ქართველთან ურთიერთობას რაღაც გარკვეული სპეციფიკა აქვს. ორივე მხარე თუ სათანადოდ არ მომზადდა და ერთმანეთის მნიშვნელობას სრული უმაღლესი ფუნდამენტალური პროფესიონალიზმის დონეზე არ შეიმეცნეს, ისე ამ მხარეთა დაკონტაქტება იქნება საშინლად კონტრპროდუქტიული. მოახდენს მოკლე ჩართვას. ალიანსს და ერთმუშტად შეკვრას კი არ შექმნის. კომპლექტების ბუდეს წარმოქმნის. და რა სწორია შედეგი 0. შედეგი ნეტამც 0 და ნეტამც 0 შედეგი იქნება კატასტროფული. იმიტომ როდესაც არ ამცოდნენ კიდევ საქმეს ხელს. ახლა თითქოს პრობლემის წამოწევა ეგ ერთი არის, მაგრამ მცოდნეთა მომზადება ეს თავარი საკითხია, რასაც როგორც წესი არავინ ყურადღებას არ აქცევს. და დროზე ადრე უმეცრის მიშვება პროფესიონალიზმის კამუფლაჟთან კატასტროფა. ეს მე ვიცი რა შედეგით დამთავრდება. ამიტომ მაგალითებიც უხვად. ყველაზე უფრო მეტად სწორედ ამას ვფიქრი, რომ დროზე ადრე დემონსტრირება არ მოხდეს იმისი, სანამ კარგად არ იქნება მომზადებული გამოსატანის საკითხი. უფრო მეტიც გამოსატანად მზად უნდა იყოს ყველა მხარე. ყველა მხარე რომ სწორად შეხვდნენ ერთმანეთის ფასი წინასწარ მთელი სერიოზულობით ესმოდეთ. მთელი სერიოზულობით ესმოდეთ, რომ აუცილებელია პოზიციის და ვითარებათა შემაგრება. რაც ჩვენთან როგორც წესი არ ხდება და სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ამას ერთი პიროვნება თავს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააჩნს. სკოლაში მთელი ახალგაზრდობა ამას შევაკალი და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ფეთქებაც საშიში დარგია. თუ ცალ-ცალკე კომპლექსურად კარგად არ მომზადდა შედარებით კოლუარულად მოშა პროცესში ხმაურის გარეშე. იმიტომ ვერიდები ხოლმე დარგის აფიშირებას და მე ძალიან ფაქიზად უნდა შეჯერდეს. რამდენი ფაქტობრივად ხვეწნამოდა რა უარს როგორ გეტყოდი, რა ხვეწნამოდა. ხო, მაგრამ ხომ და ითქვას, ხომ და დაიწყოს რაღაც, ხომ და დაიწყოს ასე და ჩვენ მივდივართ ისევ აი ამ გლობალურ პრობლემამდე, რომელიც პრობლემად რჩება მეცნიერების განვითარების პრობლემამდე ჩვენს ქვეყანაში, რომლის ნგრევაც დაიწყო და ჯერ ნგრევა არ დასრულებულა. და შენება როდის დაიწყება? მქონდა სამეცნიერო ესეთი დავდე Facebook-ზე. ესეთი კომენტარებით იმისთან ლანძღვაგინება შემოვარდა ამ დროს მთელი სომხეთი Facebook-ზე მეგობროში მყავს. ამას კითხულობენ, იქიდან აუცილებლად წამოვიდა და საპირისპირო ტალღა სასწრაფოდ წავშალე. და ეს გამოიწვია. ამ დროს სულ სხვა ვითარების გამო დავდე პირიქით და გარწმუნებით იმაში, რომ აქტუალობაში მოიყვანდა მკითხველს. რა თქმა უნდა, ხა ისე მენანება, რომ ეს ამხელა შრომა ჯერჯერობით არის შეჩერებული. ხო, აი დღეს რა ვითარება? შეიძლება გამოტანა, არ შეიძლება არ არის საზოგადოება ამის სწორად მისაღებად მზად. და როდის იქნება? და პროფესიონალების ყველა დარგი არის ჯერ პროფესიონალების საქმე, ჯერ პროფესიონალების. და როცა ჩვენი მხრიდანაც, სომხეთის მხრიდანაც, აზერბაიჯანის მხრიდანაც პროფესიონალები შეთანხმდებიან და ისინი რაღაც ერთობლივ კონცეპტუალს მიაღწევენ, მხოლოდ ამის მერე შეიძლება უკვე დილეტანტებს გავაცნოთ უკვე ჩვენი ფაქტობრივად მიღწეული შედეგი. მხოლოდ მიღწეული შედეგი, სადაც უკვე ყველა დაინახავს, რომ არაპროფესიონალს სიტყვა არ ეთქმის და აღარუნა, მაგრამ ასე ახლა დღეს ამისი კულტურა ქართული ჟურნალისტიკაც იმიტომ არის ასეთ მძიმე დღეში, რომ კვლევები აღარ არსებობს, რეალურად კვლევები აღარ არსებობს. აღარ შეარსებებს, იმიტომ რომ პირველი დარტყმა მიაყენეს, ახლა კარგად გვახსოვს მე და თქვენ, პირველი დარტყმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტს მიაყენეს, ვისაც დაქცევა უნდა და უნივერსიტეტის განათლების სისტემის და მეცნიერების საქართველოში. ახლა მე არ მიყვარს
მართლა უბედურებას და ჭირს და ნაკლოვანებას უნდა ებრძოლო ჩვენი დიდი წინაპრები და არა პიროვნებას. პიროვნება თუ ცოდვილია, ცოდოც არის. ცოდვილი რომ არის ამიტომ, მაგრამ საქმე რომ ზარალდება ამას რა როდის და როგორ ეშველება, მე მიჭირს ამის თქმა. შენ ხედავ პერსპექტივას. რაიმე დღევანდელ დღეს. რეალურ პერსპექტივას ხედავს სრულიად ქართული ინტელექტის აღორძინებაში. სრულიად ესე გამოკვეთილი სახით, ეს იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არ არის ცალკე და ეს მთელი ინტელექტის ამსახველი სარკეა. ხონგეთ. დიახ. ამას თუ არა შველა. სარკეს ვერ მოსთხოვ პასუხს, როდესაც შიგნი მონსტრი იხედება. არ შემიძლია არ გავიხსენო, ძალიან საინტერესო ესეთი ცოტა მსუბუქი თავგადასავალი შენი ერევანში ახალგაზრდობის წლებში, რის გამოც შენი ლომური წარსული ქონდა საამაყოდ შენს კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია, ჩემი შვილები იყვნენ უბედნიერესები, რომ იცნობდნენ ლომებთან მეომარს კი არა, ლომების მეგობარ ზაზა ჯაფარიძეს და დიდი სიამაყით ტრაბახობდნენ სკოლაში კიდეც ამეთი და რა ვიცი, ძალიან გაგვილამაზე ახალგაზრდობა და იმად ბავშვობა. აი რა მოხდა ეს თქვენი ძვირფასი ელსი, რომელიც ჩვენი მეგობარიც იყო და ასეთი არსება, აი მაგის ისტორია იქნებ ცოტა გამოვაცოცხლოთ ეს ჩვენი სევდიანი ესეთი ისტორია ასეთი რომ როდესაც სომხეთის უნივერსიტეტს, ერევნის უნივერსიტეტს და არა მხოლოდ უნივერსიტეტს კი რამდენიმე სხვა უმაღლეს სასწავლებელს ერთიან საერთო საცხოვრებელი ჰქონდათ ნორქის მეორე მასივი იყო ასეთი დიდი კარგი, იმიტომ რომ იმ დროს საბჭოთა პერიოდში როდესაც რესპუბლიკების საგარეო ურთიერთობებზე ლაპარაკიც გეზრდმეტი იყო, სომხეთს როგორც გამონაკლის ძალიან ძლიერი დიასპორებთან ურთიერთობის ხაზები ჰქონდა. იქ არსებობდა საგარეო საქმეთა და სომხურ დიასპორათა სამინისტრო. ჩვენ დანარჩენ 14 რესპუბლიკაში ყველგან მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო ასე ერქვა ყველგან. იქ აი ასეთ ჰქონდათ ეს დიასპორა. ზეგი დიასპორა და ნამ ნორქის მეცხრე მასივში, უბრალოდ მეორე მასივში, მეცხრე კორპუსში ცხოვრობდი. ეს იყო უცხოელთა კორპუსი. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სომეხი მეცნიერები და მათი ერთ-ერთი იყო არა სომეხი ცალკე. ერთ-ერთი იყო არა სომხები. ხოლო სომხები. და იყო ფსიქოლოგი მაგალითად აკადემიკოსი ნიუ-იორკიდან სიმეონ ქერჩაკიანი, რომელთანაც ახლახან გარდაიცვალა, ბოლომდე დიდი ხნის მეგობრობა მქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ზოოლოგი არნო ტერზიანი, რომლის დიდი პროექტითაც აშენდა მაშინ ახალი დამთავრებული იყო ერევნის ზოოპარკი. ეს იყო ის უზარმაზარი ვოლიერებით სავსე ერთადერთი ზოოპარკი საბჭოთა კავშირში, ევროპული ტიპის. სადაც მტაცებლებს გარეთ ღია ვოლიერზე გამოსვლა შეიძლება საბჭოთა კავშირში. ყველგან მტაცებელი გალიებში იყო ჩაკეტილი. ამიტომ სომხეთში ლომები ძალიან კარგად გამრავლდნენ. ერევნის ზოოპარკში, რაც არ ხდებოდა საბჭოთა კავშირში და საკავშირო ვეტერინარიის მაშინ ამ ზოოვეთ კომისიას არ ვიცი რა სტრუქტურა იყო ეს, დადგენილება ჰქონდა გამოტანილი, რომ ლომებს ზოოპარკებში ხოცავდნენ. თუ კი თითოეულ ლეკვი სადმა გაჩნდებოდა. აქაც 3 ლეკვი გაჩნდა. ხარჯებს ერიდებოდნენ. ხარჯებს ერიდებოდნენ, იმიტომ რომ 7-დან 10 კილომდე ხორცს ჭამს დღეში. და ზოოპარკში 1 ლომი და 10 ლომი ერთსა და იმავე საქმეს ასრულებს, მისიას და ფუნქციას ასრულებს. მეტი უნდა შეხედოს მნახველს. მეტი ხომ არაფერი. და მაშინ იქ 3 ლეკვი იყო გაჩენილი და ერთს მეოსწარით მიმოყვანა მაშინ ტერზიანმა დამათვალიერებინა ეს თავისი ქმნილება, თავისი მუშაობა მაჩვენა, ლომებთანაც მუშაობდა ეს ჩლიქოსნებთანაც მაშინ ლომთან ზუსტად იმ დროს შეუსწარით, როცა 1-2 მოკლული ყავდათ, უკვე ერთს კლავდნენ და რაღაცა ფოკუსით თუ ტრიოკით გამოიტაცა ის რომ წამოვიყვანეთ ყავდა ცოტა გადაარჩინეთ ცოტა სტუთქალაქში მერე ისე მოხდა რომ იქიდან გამოსაპარებელი იყო და ჩამოვიყვანეთ წილში და როგორც ყველაფერი რაღაცა
პასუხისმგებლობაზე დამატყდა ეს თითქოს. მოკლედ ეს დაუგეგმავად შეგრჩა ეს დაუგეგმავად და მე უკვე რო წამოიზარდა და ხუმრობაში არა აგრესიით, მაგრამ მავეჩემი უშარლოთ რა დატოვა. იძულებული გავხდა. უკვე საშიში გახდა ოჯახში. კი, რა ნუ ხა ეს ბოლოს ხო გარდაუვალი იყო. ამას ვერ ავწდებოდით და ზოოპარკში და ჩემი იყო პარტყომი მაშინ და ნუ მოვახერხეთ იქ და ზოოპარკში მიიღო თავის ბალანსზე იქ. შენ უკვე გიყვარს ეს მე როგორც მახსოვს ძალიან. კი, გამომყავდა მე უკვე მომყავდა ხოლმე სახში სანამ შეიძლებოდა უნივერსიტეტის ბაღშიც გამოგისეირნებია. კი ბატონო. სანამ შეიძლებოდა, მაგრამ ნუ მე უკვე შეუძლებელი გახდა და სამწუხაროდ ბოლოს ხო წყალმანკით დაეღუპა. რას ვისა? ავადმყოფობას ვერ გადავეცი. ეს საინტერესო თავგადასავალი, აი გვილამაზებს შენს მეგობრებს ხოლმე. მაშინ მქონდა წაკითხული ჯოიდან ადამსონის თავისუფლებისათვის შობილნი. აი იმათი მოყვერი ელსას მოსახელე გავხარდა. და ელსა დავარქვით მაშინ. ამიტომ ერქვა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თავგადასავალი. და სხვა შორის ლაურა კოტობიძე, როცა ახალგაზრდა კომუნისტის რედაქტორის მოადგილე იყო, გამომიცა სტატია. მახსოვს. ესეთი ინტერვიუ ქალბატონ ელსასთან. ინტერვიუ ქალბატონ ელსასთან. კი ბატონო, ძალიან პოპულარული იყო ჩვენი ელსა და ძალიან გვიხალისებდა ცხოვრებას. ჩემო ზაზა, სამწუხაროდ ჩვენი საუბარი დასასრულს უნდა მიუახლოვდეს, იმიტომ რომ შეზღუდულები ვარ დროში და ბოლოს მაინც მინდა ერთი ესეთი არ ვიცი რამდენად ახირებულია, მაგრამ ჩემთვის საინტერესო კითხვა დაგისვა. ნუ მომავლის გეგმებს ეხა ეს ძალიან გაცვეთილი ფრაზაა, სხვაგვარად მინდა კითხვა დავსვა. ისრაელის მე-9 პრეზიდენტი სიმონ პერესი 92 წლისა თავისი ცნობილი გამოსვლის ბოლოს ბრძანებს, რომ როცა მეკითხებიანო როგორ შეიძლება აქტიური ცხოვრების ამასაკის კაც რა თქმა უნდა მოეკითხება ეს როგორ ინარჩუნებთ ენერგიას, ახალგაზრდობას, ძალას, რომ აი ამასაკშიც იყოთა ესე და ასე თქვა, ასეთი საინტერესო რომ ბრძანა რომ დაფიქრდითო, დაუკვირდითო თქვენს ტვინში ოცნებები მეტია თუ მიღწევები. თუ მიღწევა მეტია, ვიდრე ოცნება, ბებერი ხარ და ცუდად არის საქმე და თუ ოცნება ჭარბობს მიღწევებს. მაშინ ახალგაზრდა ხარ და ჯერ ყველაფერი წინ არის. ყოველგვარი ასაკის მიუხედავათო და აი მინდა ამ კრიტერიუმით რა სიტყოდი. ოცნებები მეტია შენს არსში თუ მიღწევები. იმას მოგახსენებდი რომ ნეთანიაჰუს ფორმულაში არ ჩავჯდები. არავითარ შემთხვევაში მაგაზე მე ჩემი ფორმულა მაქვს. კი ბატონო. არ ვიცი ეს ჩემთვის ალბათ ბედისწერა უფრო ვიდრე ის რომ ბიოლოგიურადაც პროტოპლაზმიდან დამყვადა შემდეგ აღზრდა მათ როგორც ცოტობას ზედანი და პათოლოგიზმამდე ყველაზე მეტად რაც მქონდა განვითარებული და ტანჯველ დონეზე ეს იყო პასუხისმგებლობის საკუთრებით ეროვნული პასუხისმგებლობის. გიცნობთ კარგად. ეს უზარმაზართ ერთად რა ახლა რო დაინახავ რა კაცი წყალში იხჩობა და იგრძნო პასუხისმგებლობას რომ უნდა გადახდე და უშუალო, მაგრამ მეოცნები ვარ რომ ის იხჩობოდეს და გადასახმომი გავხდე. მაშინ როცა ნამდვილად შეიძლება იმაზე უკეთ ვერს კიცურავ და მეც დავირჩე იმასთან. კი ბატონო. მაგრამ მაინც უნდა გადახდე, იმიტომ მაგრამ ნუ დაგატყდება ეს პასუხისმგებლობა რომ გინდა თუ არა როგორც ახლა ლომი დამატყდა პასუხისმგებლობაზე და იმასაც შეგვებული ვიყავი რომ შეიძლება და შევეჭამე. და მაინც პასუხისმგებლობა იყო პასუხისმგებლობა. ასე მატყდებოდა ყველაფერი, მათ შორისა გადავეყარე სომხურ ჟურნალისტიკას, დავინახე მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ვეღარ გამოუძვერი ქვეშიდან. ეგ არის და ექტორი სულ არ მიოცნებია როცა აბარები ჟურნალისტიკაში. ასე რომ ნეთანიაჰუს ფორმულას მე უფრო სხვანაირად ასაკი რომელსაც ჩვენ სიბერეს ვეძახით, შეიძლება ბედნიერების ყველაზე უფრო უკეთესი მონაკვეთია ჩვენი ცხოვრებისა. როცა უკვე ყველაფერი შესრულებული გაქვს და ზურგს უკან გაქვს მოტოვებული და ახლა შედარებით ამოსონთქული, შედარებით ნაკლები ტვირთით შეგიძლია საკუთარ მეებს შინაგან სამყაროს შვება მისცე. ასე რომ მე ახლა უკვე შემიძლია ჩემი ოცნებები სრულებითაც არ ვაქციო გეგმებათ ოცნებათაც კარგად რომ ჩემოაყალიბო კარგი კრიტერიუმებით ახსოვსე მართული საქმე მისცე და კარგ ეკიპაჟს გადასცე
ეს უკვე დაკვალიანებული ერთი კარგი ფუნქცია. რომ ღირსეული გამგზელებელი შენ ჩემი სპორტი ახსენე. გახსოვს ათლეტიზმის ფედერაციას უდექის საფრანგეთში 28 წელიწადი რომ დავიწყეთ ეს სახეობა. საჭმელი იყო თუ სასმელია საქართველოში არ იცოდა და მახსოვს ეგ პერიოდი კარგად. საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი რომ ჩატარდა 11 წონით კატეგორიაში 7 ქართველი გახდა მსოფლიო ჩემპიონი. შემდეგ იმავე წელს საბჭოთა კავშირი პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და აი ის 7 ქართველით მოიგო საბჭოთა კავშირმა მსოფლიო ჩემპიონატი პირველ წელიწადს. ახლა რას ლაპარაკობდი რომ მაშინ როდესაც მოვდიოდი უკვე ფედერაციიდან და მაშინ თენგიზ გაჩეჩელაძემ ლელოს რედაქტორმა ჩემთან ინტერვიუში ასეთი კითხვა დასვა რომ აი დღეს ამ ხელა შედეგებია მაშინ როდესაც ყველაფერი ნოლიდან დაიწყო და მეთქი გაცილებით უფრო დიდი შედეგების სხვა განზომილებაშია რომელიც არჩევს გაცილებით უფრო დიდი რა შედეგები ასეთი რომ მეთქი როდესაც ეს საქმე დავიწყე საქართველოში ვიყავი ნომერ პირველი მწვრთნელი დღეს მწვრთნელთა რეიტინგები რომ გადამოწმდეს პირველ 200 ეულშიც ვეღარ მოვხდები ისეთი ხეცები და მგლები გავზარდე. როგორია? მოგეთ და ყველაზე დიდი მიღწევა ახლა აქაც ამ დარგშიც სოფეთის ძალიან ბევრი სერიოზული ახალგაზრდა ასე ვთქვათ მუშაობს უკვე. ბევრი გავაკეთე იმისათვის რომ ისინი ამით დაინტერესებულიყვნენ და ალბათ მაცლის ღმერთი ამ პროცესის ბოლომდე მეყოლეს და საკითხს ზუსტად კომპლექსურად, კარგად დაორგანიზებულს, კარგ რამდენსამე ლიანდაგზე შეყენებულს დავტოვებ და ისე წავალწოდეს უკრიდან. 100 წლის მერე, ახლა 92 წლამდე მთელი ცხოვრება გაგდაჩენილი. ალბათ აი ამ ლიანდაგის შეყენების სტადიამდე შედარებით მალე მივიყვან. მე უკვე ვნახოთ რამდენს მაცლის ღმერთი და რამდენი და მენტორი ყოველთვის ჭირდება ახალგაზრდას და ღმერთ მაქნას დიდხანს ეს. 2005 წლიდან წამოსული ვარ ფედერაციიდან. და მას შემდეგ შედეგები ასტრონომიულად იზრდება. მიდის და მიდის. კარგი დასაწყისი. ასე საქმის ნახევარი. ასეთ ფორმაში მე და დავტოვე ეს დარგიც. ღმერთმა ხელი მოგიმართოს შემოზაზა ძალიან მეამაყები ახალგაზრდობიდან სხვადასხვა მიზეზით, არა მხოლოდ სპორტით, არა მხოლოდ მეცნიერებით, არა მხოლოდ ლომური ბიოგრაფიით. უფალმაინებოს ხა ოჯახზე საუბარი ამიგრძალე, მაგრამ მაინც უნდა გითხრა უზარმაზარი არაჩვეულებრივი ოჯახის მამიკო, ბაბუა ბრძანდები, ახალგაზრდა რა თქმა უნდა, ახალგაზრდა. ასე რომ მინდა რომ ყველა ფრონტზე კონდეს აი ის რაც შენ გსურს, აი შენი მაქსიმალიზმით გააქვს ეს მაქსიმალიზმი, კარგად გიცნობ, ის მაქსიმალიზმიც კი რო გქონდეს რეალიზება. უკვე მე ვარ მაგის. უკვე შეიძლება ისინი არიან წამყვანები. ნუ ეს ახლა რას ვიზავთ, მაგას ვერ გავექცევით. ბებოშენ არიცი, ბაბუშენთვის ეს ახალია, მაგრამ ხო უზარმაზარი სიყვარული გიბრუნდება მათგან და ეს გვაცოცხლებს, ეს გვილამაზებს. ამ წლებს და აი მინდა რომ აი შენი მაქსიმალიზმი რეალიზდეს ყველა იმ დარგში რომელზეც გაქვს უზარმაზარი ამაგი ღვაწლი და მე ვიცი რომ დიდი იმედები რომ ასეც იქნება ჩემოზაზა წარმატებები და სიამაყის საფუძველი ვიცი რომ არ მოგვეშლება შენგან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის საოცრად საინტერესო საუბრისთვის თქვენკენ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით შემოძვირფასო ტელემოყურებლებო